არ გვაქვს ეს ჩამოყალიბებული წარმოდგენა ქართველობა რას ნიშნავს სახელმწიფოს მოწყობის დონეზე. თორე სუფრასთან ქართველობა მაგალითში ექსპერტია ყველა, ხო? ვართ გაუნათლებლები, ვართ ღარიბები, სამჯერ ან ხუთჯერ უფრო ღარიბი ვიდრე ევროპელი საშუალო მოქალაქე. რატო რითი ვართ ნაკლებები მათზე? მოკლედ, ძალიან მაჩანჩალა სახელმწიფო აქვს. ძალიან გაუხარდა ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ მეგობარი აქტის მიღება და პოლიტიკურ ნაწილში შეიძლება გაგხარებოდა კიდეც ეყირებულება აქვს პოლიტიკური შეფასებებს, მაგრამ მე გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ ახლაც ჩვენ როგორც კოლექტიური ოპოზიცია თუ რაღაცა საქართველოს მოსახლეობა ხელებში შევყურებთ ისევ ჩვენს უცხოელ მეგობრებს და მათგან ვცდილობთ თითქოს რაღაცნაირად სიტუაციაში გამოსავალი ვიპოვოთ. მაშინ, როდესაც საშინაო დავალება ჩვენ არ გავგვიკეთებია და საშინაო დავალება იქნებოდა მართლა ჩვენს თავზე დაფიქრება და ჩვენს თავზე მუშაობა და რას ვაკეთებთ არასწორად იმაზე მუშაობა, ან რას ვაკეთებთ სწორად, რას მივაწვეთ იმაზე მუშაობა. ქართული ოცნებაც ეგრე იყო თავის დროზე, ეხლა უბრალოდ ვექტორი შეცვალა და ამერიკის ნაცვლად შეიძლება სხვები ეიმედება, მაგრამ აი აქეთ ოპოზიციის მხარეს აი ესე პატარა ბავშვები რო ჩხუბობენ და რაღაცა ერთი რო მეორეს ცოტა სატკენს და ეს რაღაც უფროსთან რო გაიქცევა რო ნახე რო ჩამარტყავა. აი რაღაცა ეგეთი განცდა რჩება რომ მაგ განცდით მოძრაობთ როგორც ქვეყანა. სულ ესე მოძრაობდით და ეხლაც ესე ანუ არაფერი არ შეცვლა, არ ჩათვალთ რო რაღაც ეხლა ბოლო პერიოდში ოპოზიციამ. არა, სულ ასე იყო რაღაცა შიდა სიტუაციის გამოსავალს სულ ეძებდით ხოლმე რომ აი გარეთ ვიღაცა ჩვენზე ჭკვიანი და ჩვენზე კარგი მოვა და ის დაალაგებს ხოლმე. ეგ არასწორია. ანა ის არა რომ ჩვენ ასეთი მეგობრები არ უნდა ყავდეს და მათ დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს, მათ შორის მათი დახმარების იმედი ვინმე ასევე გარე ცუდებთან, რუსეთთან, ან რა სხვა ქვეყნებთან, რომელსაც ჩვენთან შეიძლება რაღაცა ირიბი ცუდი ინტერესები გქონდეს და ჩვენი სიღარიბეში და სიღატაკეში დატოვება უნდადეს, იმიტომ რომ მე რაღაცა კონტროლი მარტივია ღარიბ ადამიანებზე. არამედ ქვეყნის, ანუ ჩვენი შიდა იდენტობა თითქოს არ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ ვიცით რა გვინდა და არ მოქმედებს შესაბამისად. ჩვენ რო ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა, როგორი საქართველოს აშენება გვინდა, ბევრად მარტივი იქნებოდა მათ შორის პოლიტიკური ელიტების კრიტიკაც ხალხის მხრიდან. ხალხს ეცოდინებოდა რა, ჩვენ რაღაცნაირი ესეთი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება გვინდა, სადაც აი კავკასიური ღირებულებები რაც იყო, რითაც უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს სიტყვაზე და რაც გამოადგათ. კერძო საკუთრება იქნება, იარაღის უფლება იქნება, არჩევითი მოსამართლეები, არჩევითი შერიფები, შერიფი სიტყვა უცხოვრია, მაგრამ შინაარსი ის არის რომ ჩვენ ვირჩევდეთ ჩვენ შორის სწორის და არასწორის და წესრიგის დამყარებელს, როგორც ამ თაში გქონდა ხოლმე ხევისბერებიდან დაწყებული რაღაცა ასეთი ტრადიციები დამთავრებული. აი ეგ რო გქონდეს ჩვენ ჩამოყალიბებული და ჩვენი იდენტობა მათ შორის უბრალოდ მე ქართველი ვარ, ქრისტიანი, ქართულად მოლაპარაკე, აი ამის იქით მიდიოდეს კიდე რა. იმიტომ რომ ეგ ძალიან ზედაპირულია. რა თქმა უნდა, ეგ არის ქართველობის ნაწილი და ჩვენი იდენტობის ნაწილი. მაგრამ ეს არ არის ის რა არ არის პასუხი კითხვაზე როგორ ქვეყანას ვაწყობთ. იმიტომ რა ქართველი შეიძლება ქართველი იყოს სხვა ქვეყანაშიც, აქაც იყო რაღაც სხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მაგრამ გენეტიკური ქართულობა არ ავტომატურად არ ნიშნავს თუ როგორი პოლიტიკური საზოგადოებრივი წყობა გვექნება. ან ყოველ შემთხვევაში ამაზე არ გვაქვს ნაფიქრი, იმიტომ რომ მე წარმოდგენილი მაქვს, რომ კი რაღაც წყობას ნიშნავს, წეღარად ჩამოთვალე, როგორც გვიცხოვრია და რაც გამოგვადგა იმ წესებს ნიშნავს, მაგრამ აი რა ვიცი, ქართველი როგორ შეიძლება იყოს სოციალისტი. ქართველი როგორ შეიძლება იყოს რაცა ვიღაცის დამჩაგრავი, როგორ შეიძლება იყოს მატყუარა. ჩემთვის ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებები არა და ეს ასეთ თვისებები ძალიან მოჭარბებულია და ხშირად ჩვენი პოლიტიკური წესრიგი ამ თვისებებზე დგას ხოლმე ტყუილზე, ძალადობაზე, რაღაცა ერთმანეთის წართმევაზე და ასე შემდეგ. ხო და იმის გამო რომ ჩვენ ამბიციურად არ შეგვიხედია ჩვენი იდენტობისთვის და არ ჩამოგვიყალიბები, არ გვილაპარაკი ამაზე, შიდა პრობლემების გადაწყვეტა ყოველთვის მე დამოკიდებული ხდებით ხოლმე გარე წესრიგის განსაზღვრულზე ვიღაცაზე რა, ვიღაც ჩვენზე უფრო ძლიერზე, რომელსაც მიუბაძავთ, ხო და იქით მოგვბაძავენ კაცო. რით ვართ სხვებზე ნაკლები, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაცა სხვებისთვის ხელის შემყურად ვიქცეოდეთ.
იმის გამო რომ არ გვაქვს ეს ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმაზე თუ როგორ ჩვენ ანუ ქართველობა რას ნიშნავს სახელმწიფოს მოწყობის დონეზე. თორე სუფრასთან ქართველობა მაგალითში ექსპერტია ყველა, ხო? რა პრობლემაა სადღეგრძელობით თქვი და რაღაცები იძახი, მაგრამ აი სახელმწიფოს მოწყობის დონეზე რას ნიშნავს კავკასიელობა, ქართველობა, მაგაზე არ ვარ ჩამოყალიბებული და რახან არ ვარ ჩამოყალიბებული ჩვენი პოლიტიკური აზროვნება ამ იდეების ნაცვლად დაკავებულია იმით, რომ აი რაღაცა შეასეთო, შეისეთო, ოღონდ ისინი არ მოუშვათ და ჩვენ თუნდაც თავზე დაგვეხოს ჭერი და აი ამის გამო ვართ გაუნათლებლები ქართველი ბავშვების 60% ტექსტს რო წაიკითხავს, შინაარსი ვერ გამოაქვს. ვართ ღარიბები, ძალიან ღარიბები საქართველოს ერთი მოქალაქე საშუალოდ ნიშნავს რომ ყველაზე მდიდარსა და ყველაზე ღარიბ შორის რაღაც საშუალო აღებული, საშუალოდ არის 3-ჯერ ან 5-ჯერ უფრო ღარიბი ვიდრე ევროპელი საშუალო მოქალაქე. რატო რითი ვართ ნაკლებები მათზე? არაფრით, გარდა იმისა, რომ უბრალოდ უნდა თავიდან ამოვიგდოთ არასწორი წარმოდგენების სამყაროზე, მოვიფიქროთ რა არის სწორი ცხოვრების წესი და ამას მივდიოთ. ქართველი საშუალო ცხოვრობს 10 წლით ნაკლებს, ვიდრე საშუალო ევროპელი. რატო? რით ვართ მათზე ნაკლებები ამაშიც? მაგრამ იმის გამო რომ განათლება არ გვივარგა, იმის გამო რომ ფული არ გვაქვს. ამის გამო ვერ ყიდულობთ წესერ ჯანდაცვას. მოკლედ, ძალიან მაჩანჩალა სახელმწიფო ვართ. ძალიან მაჩანჩალა. ალბათ სოფლიოს სახელმწიფოების ნახევარზე ქვევით ვართ უამრავი მიმართულებით. ხო და ეს მდგომარეობა, იცი როგორია, აი გულის დამწყვეტია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მართლა ერთხელ დაიბადე, ხო? ერთი ცხოვრება გაქვს. აქ დაიბადე, კარგ ადგილას დაიბადე, ბუნება, მიწისძვრა ჩვენთან არ ხდება, რამე განსაკუთრებული ცუნამი, ანუ რაღაც სტიქია რამე ისეთი არ არის. კლიმატი კარგი, თაში გინდა თაში წახვალ რაღაც ბარში გინდა ბარში. ანუ ყველა პირობა გვაქვს იმის, მათ შორის წიაღისეული ძალიან ბევრი გვაქვს. დიდრები ვართ საკმაოდ, არავინ გითხრათ რომ საქართველოს ღარიბი ქვეყანაა. დიდრები ვართ, რავი, წყალი გინდა, გასაგებია ბევრი მიწები არ გვაქვს. სოფლის მეურნეობაში რაღაცა დიდ ქვეყნებს გავეჯიბროთ, მაგრამ ჩვენი სამყოფი და ესეთი საცუცუნო და რაღაცის საკეთებელი ყველაფერი გვაქვს. და ჩვენ რომ მართლა გეოგრაფიულად შვეიცარიას გავართ, არც იქ არ არის რამე განსაკუთრებული მიწები ან რაღაცები, მაგრამ ადამიანება სხვანაირად შეხედეს, სხვანაირად მოიქცნენ და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, ხო და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ზრუნავდეთ, რომ მალე გავამდიდრდეთ, კარგი ქვეყანა ვიყოთ, იქით მისაბაძი ქვეყანა ვიყოთ, ტონის მიმცემი, რაღაცნაირად ღირებულებებს ვასხივებდეთ და ეს ღირებულებები მათ შორის ჩვენი საზოგადოების მოწყობის და მთავრობის მოწყობის საფუძველიც იყოს, ამის ნაცვლად ჩვენ მართლა დაკავებული ვართ იმით, რომ ოღონდ ნაცი არ მოვიდეს, ოღონდ ქოცები გავყაროთ და რაღაცა კარმუშკას ეგრეთ წოდებულს, ანუ იმასავით, რა ქვია, წურბელასავით რო დააჯდე საქართველოს სხეულზე, ბიძინა იქნება წურბელასავით და მისი მთავრობა თუ აქეთ, რავი, ნაცები იქნება წურბელასავით თუ მისი მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა ოპოზიცია აიღე გირჩის გარდა. აი მაგაში ვკარგავთ დროს და ჩვენ შვილებს მართლა ვწირავთ იმისთვის, რომ ჩვენაირად ცუდად იცხოვრონ. ხო და აი ეგეთი უამბიციობა არ შეიძლება, მართლა არ შეიძლება, იმიტომ რომ სხვა ქვეყნების მიბაძვით უბრალოდ დაკოპირებით და იმის გადმოღებით თუ ისინი როგორ ცხოვრობენ დღეს ჩვენ რო აქ ვაკოპირებთ, ეგრე ვერ გამდიდრდებით და ვერ გავფრინდებით შორს.